გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ. Როგორც ყოველთვის ყველა გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ხნეობას. ავიწყოთ ჩვენი ამბები, ეს სამშაბათი დღეა და როგორც ადრე ვთქვით, პოლიტიკაზე მინდა ვისაუბრო. ეთი როგორი ამინდია, ხო, ეხლა მე ვიმყოფები ჯორჯიაში და რაღაც ისეთი წვიმიანი ამინდია ნისლი და აი ძალიან ისეთი ხო იცი ფიქრები რომ მოგდის ცოტა დამამძიმებელი და ალბათ ეს თემაც ცოტა მძიმე იქნება, მძიმე არა პოლიტიკა ეხლა ისეთ გვამინდა ეხლა ჩვენი არხი ხო რაღაცა ყველაფერზე საუბრობს და რაღაცები დასკვნები გამოგვაქვს და რაღაც ანალიზებს ვაკეთებ და ეს იმას კი ანიშნავს, აი ჩვენ ცოდნას ვამშხამნებთ და გინდა ლიტერატურა, ფილოსოფიაში და ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ეს ჩვენი ანალიზი და ფილები თუ შედეგზე არ გავიდა, არის ყველა უბრალოდ გადაყრილი სიტყვები და ნალაპარაკები რა. ახსოვთ არა, ჭავჭავაძეც რომ ამბობდა ხოლმე რა, არც ის ვარგა წიგნიდან გამოყო თავი, ნატკითხი იყო და ისა და ესა და ნუ ერთ სიტყვით რაცა უნდა ანალიზის უნარი ქონდეს, რაცა უნდა ფილოსოფოსი იყო, რაცა უნდა განათლებული იყო, რაცა უნდა ნაკითხი იყო, რაცა უნდა წინავდე ვასკავე თუ შედეგზე ვერ გახვედი და შედეგი არ დადე, ეს არის ტყუილი ლაპარაკი რა. კი, კაი ბიჭია, აი ზოგჯერ ხომ აი ცხოვრებაში წასია, ხო კაი ბიჭია, კაი ბიჭი კია, მაგრამ რა გაკეთებული ოჯახისთვის სამუშაოთი ცხოვრებაში რა გაკეთებ, ხო კაი ბიჭია, კაი ბიჭი. აი ესეთი რაღაცა ეს განათლება და ესეთა. ეხლა რატო ლაპარაკობ ამას, რომ აი ჩვენი არხიც ეხლა კეპი ლაპარაკობთ, ანალიზს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგზე ხო უნდა გავიდეთ რა. ეხლა შედეგი შეიძლება დიდი ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ რაღაცაში, შეიძლება პატარა წვლილი, რაღაცა წვლილი, დიდი წვლილი, ეს უკვე ადამიანის უნარზეა დამოკიდებული. და იქიდან გამომდინარე რაღაცა შედეგი გამოვა, ხო? ნუ უნარისა და ნიჭიდან გამომდინარე. ნიხილიზმი და უნგრილობა და არაფრის გაკეთებას ნუ ჯობია, ხო, მოხვედი ამ სამყაროზე წახვედი და всё, მე რა. მოვა ის უთისოფელი მიხელ გაბრიელი და დამთავრდება ეს ყველაფერი და ხო რა, არაფერი. მოხდები და დაავიწყდები კიდე იმას. გააკეთე. ჯერ ისე ადამიანები აკეთებენ და იმას ის არ აჩანს და როცა არაფერს არ აკეთებ და ნიხილის ვიყავ და როგორც ცხოველი ვით, მარტო მოხვედი შეჭამე და სვი და მეტი არაფერი, გონი ძალიან ცუდი სიტუაცია. ამ დროს გადავხედოთ ისტორიას, ისტორიულ მომენტებს, როგორ გვიხარია ხოლმე, ხო? განსაკუთრებით სადღეგრძელოს რომ ჩვენ წინაპრები გამომავიდნენ, ჩვენი წინაპრები ომობდნენ, ჩვენი წინაპრები თავისი გაქონდათ და როგორ გვიხარია ხოლმე, ხო? დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე და ერთ კაცი ატირანეს იგებდა და გვიხარია ხოლმე და სასიხარულოც არის, იმიტომ რომ ეხლა წინაპარი რომ დაგიტოვებს რაღაცა და შეიძლება ეხლა ქონება და ისა დაგიტოვოს, მაგრამ შენი ვაჟკაცობა, შენი მეუბარ რო გაგაგ და შენი ქვეყნის სიყვარული რო გაგაგ მაგარია. მეც დიდი სიამოვნებით ჩემი წინაპრები სადღეგრძელოს ყოველთვის დავვლებ და მაგრამ მარტო სადღეგრძელოს თქმა არ გმარა. სადღეგრძელოს უკვე იმ ჩვენმა წინაპრებმა თავის დროზე გამოიჩინეს თავი, მაგათვის მიცემულ დროზე და ჩვენც ახლა მოცემული დრო გვაქვს აგა და ჩვენც ხო ვიღაცი წინაპრები, ვიღაცი ჩვენი მომავალი თაობის წინაპრები ვიქნები და უნდა ვიამაყოთ და ჩვენი დატოვებული თქო უნდა გამოვიჩინოთ თავი. როგორც ეხა დავით მე მაგალითად მასე ვფიქრობ და დარწმუნებულად თქვენც მასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხომ ეხა ზოგია მე ახო მოგტები და ხო ბიჭო ალბათ მაშინ ცხოვრების აზრი რა არის, ხო? შენი დანატოვრით უნდა შენი მომავალი თაობა ამაყობდეს და სარგებლობდეს შენი დანატოვარით და შენი წარმატებები და ასე შემდეგ. ზოგი ფიქრობ, რა რაღაცა მოგტები და ვისაც უნდა კაცო მე მოგტები და წასაუბრია ყველაფერი, ხო იცი ასეთ გამოთქმაც არის ხოლმე. ეს არის სატანური. და ოქროს სიტყვები ახსენდება ილია ჭავჭავაძე რო ამბობს ხოლმე. ყოველთვის
ძილის წინო დაფიქთიო და დაწექიო და შენ თავს კითხო მე დღეს ვის რა ვარგე თვითონ პატარა რაღაცაა პატარა არ აქვს ნიშნობა პატარა თუ დიდი ვიღაცას ვარგე თქვა მოხუც ადამიანს დაეხმარე ვიღაც მეგობარს დაეხმარე შენ შვილს დაეხმარე შენი შვილის მეგობარს დაეხმარე იქ რაღაცა ისეთ საქმე გააკეთე რომ უბრალოდ გამოადგება და ალბათ ეს არის ცხოვრების თავარი აზრი და არსი რატო წამოვიწყე ასეთი შესავალი რა ეხლა ჩვენ ეხლა პოლიტიკური მეებს რო განვიხილავთ ხოლმე რატო განვიხილავთ ჩვენ ამ პოლიტიკური მეებს რო გარკვეული გარემო სიტუაცია ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ და ჩვენთვის ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობითი შექმნათ კი ეხლა პოლიტიკაში ძალიან რთული სიტუაციებია ომებია უბედურებებია მაგრამ აი ლავირებით იმით ამით ბრძოლით შენი ხასიათით შენი კულტურით შენი ტრადიციით შენი მეუბა უნდა გაიტანო და მოსდაბუროს როგორც მეცმა გაგაჩინა შენი ტრადიციები შენი სიყვარულები და შენი მეუბით არ აქვს მნიშვნელობა შენ სომეხი იქნები ფრანგი იქნები ინგლისელი იქნები თუ იაპონელი თუ რუსი შენი როგორც მეცმა გაგაჩინა შენი მეუბა და შენი გენი და შენი მომავალი უნდა შეინარჩუნო ალბათ ეს არის მთავარი ძირითადი ასე ვთქვათ არსი ცხოვრების რანაირად რა მეთოდებით ეს სხვა თემაა მაგრამ ძირითადი არსი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მომავალი თაობის ხიდები ჩვენი დანატოვარი და ჩვენი გაყვანილი გზა უნდა იყოს ჩვენი გენი და ჩვენი მომავალის როგორც შუქურა მაგრამ რო შეხედავ რეალობას სამწუხაროდ ისე არ არის ეხლა მიმდინარე პროცესებს და გზებს ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არხს პირადად მე მაქვს ამბიცია იმის რომ თუ რაღაცა პრობლემა თუ რაღაცა შენიშვნა ამას წნარად შვიდად უფლის გზით უნდა მიუთითო არა დინებით არა მითითებით არამედ ისეთი პოზიციით რომ ადამიანს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და გავიდეთ შედეგზე ეხლა ვინაიდან დღეს სამშაბათია პოლიტიკაზე საუბრობთ ხო და ძალიან ძიმე თემას მინდა უთხრა ეხლა ვილაპარაკო უბრალოდ ფაქტობრივად ეხლა ვინმეს დაძაბვა კი არ მინდა არ ვიცეს პანიკა ეხლა შეიძლება ადამიანები ეხლა მე დავიწყებ თემაზე ლაპარაკს და რა პანიკას თესავ შეიძლება ასე მითხრას ადამიანება რა გინდა როგორ გინდა რატო ძაბავ ისედაც დაძაბულები ვართ ისედაც ისეთ მაგრამ ეხლა რახან დაძაბულობაა და პრობლემებია არ ვიფიქროთ და არ ვილაპარაკოთ წეღანაც როთქი და ვილაპარაკოთ ვიმოქმედოთ მაგრამ ეთიკურად ნორმად და ისე რომ შეურაცხყოფებისა და იმის გარეშე აი წინა ვიდეოში ხო თქვით ეხლა ითხრათ რომ განვიხილეთ ხო ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ მაგრამ საერთო ჯამში პრობლემები და ეს უნდა გადაიჭრას სიყვარულით გაგებით და თქვენ პატივისცემ და აქედან გამომდინარე ჩვენი არხიც ამას უნდა ემყარებოდეთ. მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ საკითხს. მე პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებ, მაგაზე ისედაც ვილაპარაკებ მე დროთა განმავლობაში, მაგრამ ისევ ეს ყმადაღებული არაბიზაცია. უნახტიათ გითხრა, აი ყველაფერზე ვსაუბრობთ, აი ჩვენი ტელევიზორები რო ჩართოთ, ყველაფერზე ვსაუბრობთ იმაზე, ამაზე, ძალიან კარგი უნდა ვისაუბროთ, ვინა უსაუბროთ, მაგრამ როცა წინ უკვე პრობლემა გაქვს და ამაზე ვითომ არაფერი, ამას ჩვენ ახლა გავაანალიზებთ როგორანაირად, მაგრამ ამას გავაანალიზებთ ობიექტურად, ორგვარი სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე. კი, სუბიექტურები ვიქნებით ჩვენი სამშობლო, ჩვენი გენის და ჩვენი მომავალი თაობის დაცვაში ვიქნებით სუბიექტურები და დანარჩენ ამბავში ყველაფერში ვიქნებით ობიექტურები და აი დავიწყოთ ამაზე საუბარი. მოხსენებათ ეს ირანის ომი ასე თუ ისე შეწყეს გაჩერდა ეს ცივი პოზიცია და გამოფხიზდნენ გაახსენდათ და ამ დღეებში უკვე ჩვენმა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა რომ ისე განაგრძობენ ამ არაბიზაციის პროექტის ეს ფონიჩალაში და ფონიოში გავრცელების გეგმარიზაცია და მთელი ამბები და არაბებიც უკვე კავშირი დაიწყეს ასე ვთქვათ ამოძრავება. გულათიათ გითხრათ მეგობრებო, მე არაერთხელ მithქვავს
არა შეურაცხყოფა, რატომაც შეურაცხყოფა დღეულობა სამწუხაროდ დღევანდელი მთავრობა ეს არის ჩვენი მეჯღანოაშვილების თაობაა. რატომაც ამ მეჯღანოაშვილებას ძალიან შეურაცხყოფილა დღეულობებმა, ჩვენ შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ვინ იყო მეჯღანოაშვილი? მეჯღანოაშვილი იყო პიროვნება, რომელიც ფულის გულით ყველაფერს აკეთებდა, თუ გახსოვთ ეს ისაკის მეჯღანოაშვილი. ფული ქონდა სავსე, მაგრამ მერე ყველანაირი ფული ქონდა და მისი შვილი ბიჭი შავარდახეული დადიოდა, გოგო კაბადახეული და ბოლოს მიხდება რა თვიდა ეს ფული და რა თვიდა ჩემი შვილები აი ესე კონკურენტულები დადიან. ეს გმირი რატომ მოვიყვანე მე რა თქმა უნდა ეხლა ფული ზოგს გონია ფულის კეთება კი ახლა ფულის კეთება ადვილად არ არის. თავისი ნიჭი უნდა, თავისი მარიფათი უნდა ყველაფერი, მაგრამ რა თქმა ეშენი ფული და ეშენი ქონება თუ შენი მომავალი პრობლემებში იქნება და აი არ ვიცი რა ხოხდები და ისე თქმა მინდა და ეს ჩვენი მთავრობა მაგას მაგონებს. ეხლა ზოგჯერ ეხლა გამოვლენ ეხლა არიან უკვე აი არიცით როგორ არ ვიცით ყველამ ვიცით რომ საქართველოში არის დემოგრაფიული პრობლემა. ვიცით რომ ნახევარი საქართველო გაცლილია და წასულია საზღვარგარეთ ფულით. უცხო ჯიშის ხალხი შემოდის. ეხლა როგორ შემოდის, რანაირად შემოდის, ხო ფაქტია. და შენ კიდევ უცხო ინვესტიციას ეძახიან, ეს რამდენჯერ ვილაპარაკეთ, ეს რამდენჯერ ინვესტიციას ეძახიან ამხელა პროექტებს და თვითონ ეს ინვესტორი, არაბული ინვესტორი პირდაპირ გეუბნება რომ 60-70% იყიდის ამას უცხო ელი. ამას ეძახიან ინვესტიციას და ფული გადაიხადეს და ვიღაცა მთავრობაში ყოფილი, რა ვიღაცა ოცნება არ მინდა ზოგჯერ იძახე ხო კონკრეტულად რატო ლაპარაკობ, მე ზოგადად ვიზე ლაპარაკობ და რაზე ლაპარაკობ, პირდაპირ ამით ვამბობ, არის მეჯღანოაშვილების მთავრობა და შეუხედო ხო იცი რომ კაი ჯანდაბას მე არ მომარ შენთან არ ვიომებ და მოდის ვიტყვი რომ მთავრობამ საქართველოში უნდა არჩევნების საშუალებით უნდა წავიდეს. მაგრამ ბიჭო ამ მეჯღანოაშვილები ცოტა ფრთხილი ხალხია რა. ეხლა ლიტერატურა რაღაცა ხო ხედავ რომ შენ უკვე ისე თემას ეხები რომ ამას ვერ გადალახავ რა. ნუ ფაქტია რომ ბევრ რაღაცებში ჩვენი მთავრობა ბევრ უმეტეს რაღაცებში იჭრება, მაგრამ მაინც რაღაცების გულისთვის სხვა მიმართულებას და იმას თმობენ. მაგრამ ეხლა უკვე ისეთ იმაში შედიხართ მთავრობა, მე ყოველი ჩემი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ. ამას გადავყევ, აი ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანები რაღაცას ეშმაკობას ვაკეთებს, ხო? კი უნდა მიხვდე რომ რაღაცა ბიჭო ამას ვერ ისა ამას მოყვება ცუდი რაღაცა და ეხლა დავიჯერო ჩვენმა მთავრობამ ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ იმდენად ეს თვალები დაბნელებული ფული, ბაბაია და რაღაც აპრებს ვიყვებიან და მე კიდევ რა მაშინებს იცი აი ჩვენი ხალხის ნიჰილიზმი. ეხლა ეს ვიდეო მე რატო დავდე რომ არ ვიცი ელემენტარულად ეხლა საპროტესტო ისინი კი წამოვა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ამას ის იმედი აქვს რომ ფულით და ხალხის ნიჰილიზმით და ხალხი რომ პრობლემებშია და სხვა იმედით ფიქრობენ ამას ყურადღებას არ მიაქცევენ და როგორც კი გამოვა ელემენტარულად აი თქვა ამ გამოსვლებს და დემონსტრაციებს ყურადღებას არ მიაქცევთ თქვენ მაინც თქვენსაც გაიტან და არაერთხელ გაუტანია ამ მთავრობას თავისი გასაგებია. მაგრამ ეს თემა არავინ არ გაატარებს. ახლა მე პირადად რა ნებისმიერ ამაში არ დავთმობ ინფორმირებულებს, თუმცა შეიძლება ადამიანები არ არიან ინფორმირებულები, მაგრამ მუხტი მაინც დაიქოგება და არ გამოვა ეს ფაქტიონიზმის მაგონებს და გასაგებია ეს მთავრობა ვარგა თუ არ ვარგა ნებისმიერ ვარიანტში თუ არჩევნებმა უნდა გადაწყვეტას, მაგრამ ეს მთავრობა იქამდე მიდის რომ არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ და ამათ უნდა მომწვეული არეულები. აი წარმოიდგინეთ ეხლა დაიკიდა ამ მთავრობამ ყველაფერი და მოვიდნენ ეს ტრაქტორები, აქვია ეს არაბული მშენებლები, დაიწყეს იმ ტრაქტორი და იქ როგორ ფიქრობთ რა ხალხი არ მივა და შეტაკებები არ იქნება? ან რა გაიძულეთ რომ ეს ხალხი დღე-დაღამე უნდა გაგინებდეს და იტრიალებდეს ყველაფერს? ფული, ბიჭო, ფული ხო არ არის. წეღანას რომ დავიწყე ლაპარაკი
იცი წახვალ, აი ამ ქვეყნიდან რა ისტორია წახვალ და რო გახადა ეს ჩვენი დარწმუნებულად ჩვენ თავრობაში ვინც არიან სადღეღო სუფრაზე, ჩვენი წინაპრები და იმაზე არ გიფიქრია თქვენი მომავალი თქვენზე რას იფიქრებს. აი ნაბათ ვერ გქონდა. მაგრამ მე ვიცი და მე ანალიზ ვაკეთებ, რომ ამ თავრობას უნდა ფულით უნდა მართონ ეს ყველაფერი რა, მაგრამ არა მარტო ჩვენი მთავრობები მსოფლიოში მასია, ხო იყო ეს ფინანსური ვალდებულებები, კავშირები იმდენად არის უკვე რომ ხალხი უკვე ნიხილისია, აზრი არა, ისი აზრი არა, ეხლა ადამიანს სამსახურში მუშაობს, იმას სამსახურს გააკეთე, ასე არ გააკეთე, იმას გააკეთე, ასე მიმოქმედე, იმას მიმოქმედე. რა ვიცი, აი მაგრამ ასეთი ადამიანი აი არ ვიცი მე აი კომპლექსური პრობლემა ხა აი გასაგებია მთავრობაში ყავს რეჯვანვაშვილი ხალხი ოღონდ ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიან მაგრამ მეორე პრობლემა აქ არის ნიხილიზმი ხალხში არის ნიხილიზმი არანაირი იმედი არ აქვს იმიტომ ისინი ფულზე არიან დამოკიდებული აი ხა ადრე გახსოვთ მეც ადრე ერთხელ გამიხილავდი შესაძლებელია თუ არა ამერიკაში რევოლუცია რა გამოკვლევა იყო და ეს გამოკვლევის შემდეგ გამოდის რომ მამონა ეხლა ისე ბიბლიაზე გადავიდე მამონა ბატონო მთელ სოფლიოში ნუ კაი სოფლიოში და სამწუხაროდ საქართველოშიც მოდა რა ვიცი ეხლა ნუ მე რატო ვიძახეთ ნიხილიზმი მაგრამ მე ჩემი აზრით ეხლა მე რატო ჩავთი ესა რომ ამაზე წავა საუბარი და ხალხმა უნდა ვიცოდეთ ხალხო ნუ იქნებით ნიხილისტები წარმოიდგინეთ რა გველოდება ეხლა მეთქე შენ ჰომოფობი ხარ რომ არაბი და ინდუსი არ გიყვარს ბიჭო რა შუაში არაბიც მიყვარს და ინდუსიც მიყვარს მაგრამ მე რო ვიქნები სიტყვაზე სადაც უნდა იყოს ქართული გენი და ქართული მოქალაქე უნდა იყოს 100 კაცი და მე გადის დრო და 100 კაცის ნადოთ 30 ქართველი და 70 სხვა ჯიში როგორ გქონიათ მომავალში რა მოხდება თოყვე მომავალზე კი არა უკვე ჩვენ გვაგაგერ მაგალითები ნახეთ გერმანიაში რა ხდება ნახეთ საფრანგეთში რა ფეხბურთი გადის ეხლა და ნაკრებებს შეხედეთ ეს ნაკრებში რომელია თეთრი ან გერმანია რა შეხედეთ რა რა ვიცი გადით ევროპაში გადით თქვა განვითარებულ ქვეყანამ მაგათმა ვერ მოაგვარეს ეს ამ დემოგრაფიული და კი იმათაც ასე მოიყვანეს ეს იაფი მუშახელი სხვა ჯიშის ხალხი მაგრამ შეხედეთ ევროპას გავს ამერიკა სხვა არის თუნდაც ამერიკა დიდია მაგრამ საქართველო გაუძლებს მაგას ვიცი ბიჭო რატო რა არის რა გახდა ეს მამონა ამისთანა მაგრამ ბოროტაბოროს რა იცი მეგობრებო ჩვენ ვალდებულები ვართ ეს თქვათ მე პირადად ამას არ გავჩერდები და ყოველი შეიძლება და გვარად ყოველთვის ვიტყვი ნახოთ მე მაინც იმედი მაქვს რომ ამათ კი აქვს ფულის იმედი მაგრამ მაინც ბევრი ხალხი რო გამოვა და უკვე რო შეისწავლია ეხლა თუნდაც იგივე აი გავიხსენოთ ეხლა ჩვენი მთავრობის ამბავი თუნდაც 5-6 წლის წინ ჩვენი მთავრობა ეხლა რო ყავდა LGBT-ს მომხრეები არ იყვნენ ისინი არ იყვნენ როგორ ხარ ის კანონი რომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული და ნატოში შესვლა რომ შეიტანეს პარლამენტში იმაში არ იყო მაგრამ შეისწავლეს ხალხი რა დღეშია და შეცვალეს და ეხლა გახდნენ კონსერვატორები იმიტომ რომ ხალხი ძალა და აი ახაც უკვე ჩემო მეგობრებო უნდა ვაგრძნობიოთ ამ მთავრობას ამ პროექტს ეს ვერ გაიტანს მთავრობა რა ეს ერთი ჩვენად შეგვიძლია და მე დარწმუნებული ვარ ჩვენ მთავრობაში ბეჭდმა მაინც ეკრება რომ დაატორმუზებენ და აი ბა სხვა ფული არ აკავსო ბიჭო სხვა ფული რა შუაში სხვა ფული მაშინ სხვა რაღაცას გააკეთებენ მაგაზე ეხა სხვა თემებია და უბრუნდები მეგობრებო ჩვენ სამღვდელოება ჩვენ რა ქვია საპატრიარქოები გასუსულები არიან აი გიჟდები რა აი ნებისმიერი სასულიერო პირი მომიდეს და დავილაპარაკოთ ეხლა მე მაქვს იმის ამბიცია რომ მორწმუნე ადამიანი ვარ და მერთი მჯერა და ჩვენი საპატრიარქო რატო ასე გასუსული ეხლა ზოგი მეტყვის შეგვიძლია არ არის შეგვიძლია მე ამას არ ვაკადრებ ჩვენ საპატრიარქო და იმას მაგრამ ოდიშით მაგრამ ეს არ არის ჩვენი წინაპრების გზა და ჩვენი ღირსეული მამების და სასულიერო პირების ღირსეული გზა ჩვენი წინაპრები ხმლით და ომობდნენ ამას ომობდნენ რომ თითოეული მტკნაველი და თითოეული
თავისი გზით ეს შეენარჩუნებინა. ეხლა სხვანაირი მეთოდია და მაშინაც ხო ჩვენ წინაპრებსაც არ ვიცი რა ხო ხდებით ვიცით მაგრამ ეხლა სხვანაირი გზა ეხლა განათლების ცოდნის ინფორმაციული ომები წყაროა და ყველანაირი ინფორმაცია ვიცით რა ხდება ევროპაში, ვიცით რა ხდება ამერიკაში, ვიცით რა ხდება რუსეთში დემოგრაფიული და შენ კიდო იმის მაგრამ დემოგრაფიული პრობლემები გადაჭრა, კიდო აქეთ მიმატებ და ვიღაცებს ინვესტიციის სახით უშვებ იმებს. უცხო იმებს. რა ვიცი. მე იმედი მაქვს რომ ისე და ისე ხალხო, ისე და ისე წყნარა შვიდობით მე შესტენილებს ვეძახი მე ვინა ხოლმე ახლა შესტენილები რომ დადიან ახლა იქ დადიან ზემოთ ყველ შესტენილებს ვეძახი მაგრამ ეს მთავრობაც ალბათ შესტენილია მაგრამ მაინდა-მაინც ის უნდა ამ მთავრობას თოხები და ხეკეტებით გამოვარდნენ ასეთი გზით ჩვენი მთავრობა არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა რა ვიცი გვინდა ეს ომები და ეს ერთი და იგივეს ვიძახი რა ვიცი და მეც აი ესეთი გულის ტკივილით გამოვედი და დღევანდელი დღე სამშაბათია პოლიტიკა კი ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ ახლა მაგრამ ისე და ისე უბრუნდები როგორც ახლა დავიწყე ჩვენ ეს განათლება ეს საუბრები ეს იმიტომ მინდა რომ შედეგზე გავიდეთ იმიტომ რომ ვიცხოვროთ ჩვენ კარგად ჩვენმა შვილებმა შვილიშვილებმა შეიძლება დიდი რაღაცა ფეშენებული ვერ ეცხოვრა წყნარად ხომ უნდა იყოს შვიდად ხომ უნდა იყოს შენ სამშობლოში შეხედეთ შავდება თბილისში რა ვიცი არ ხედავს ეს ხალხი ჯერ საცობების პრობლემა უმუშევრობის პრობლემა დემოგრაფიის პრობლემა კიდევ ამას ამათებ კაცო და შენ გაუმკლავდები ზოგს მიაჩნია ეს არ არის პრობლემა აბა რა არის პრობლემა რომ ის არის პრობლემა რომ სტუდიაში ან გადაცემაში რაც უფრო მაგრაში აკინებდა რაც უფრო მაშინ ეს არის პრობლემა და რაც ვიღაცას მაგრას ცემდა რაღაცას მაგრა დაარტყა თავში ეს არის სიმაგრე მე ისე და ისე მეგობრებო ჩემი ეს გამოსვლა არ არის ეს ჩემი გულის ტკივილი მე დარწმუნებული ვარ ჩვენი არხის მაყურებლები და ჯერი ფოლოვერები ჩემალზე არიან და ჩვენ რა გვაგზა ჩვენ შვიდად წყნარად სიყვარულიდან გამომდინარე ავწონთ და ნელა მივხედოთ ეს არის ჩვენი გზა ჩვენ ხო უნდა გავლოთ და როგორც მგონი მეორდები რა ჩვენ მომუვართ თაობას რო წავათ ამ ქვეყნიდან მე რა უნდა თქვა რა ესენი იყვნენ დებილები დავკარგავთ მეგობრებო ასე სახელმწიფოს დავკარგავთ ეხლა იცი აი ეს ევროპისტია ეს რუსისტია ეს სისტემა გასაგებია ხა ზოგი ასე ფიქრობს მაგრამ აგეთ პიტაპი პრობლემა გვაქვს აგედა ვიღაცა მეჭანუაში რაღაცა ფული რო ჩაიდო ჯიბეში და სულ არ აინტერესებს 10-15 წლის შემდეგ რა იქნება ავიცი ეს არ არის დაშაშვები და მე მეგობრებო თქვენ გვერდზე ვდგავარ წავა ეს ინფორმაცია და იმედია და მე დარწმუნებული ვარ ღმერთი არ მიგვატოვებს მე ჩვენი მეჭანუაშვილები ცოტა აზზე მოვლენ და რო იტყვიან დაატონუზებენ აგეთავა მეგობრებო დაგემშვიდობები და პირველი და ღმერთი ჩვენთან ჩვენ ღმერთთან ყველაფერი კარგად იქნება თავი არ დავიზარდ არა მეგობრებო აგეთავა შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში და ამ თემას ჩვენ ყოველთვის განვავსოთ და საქმეს მივიყვანთ ბოლომდე სიყვარულში გაგებით და რაციონალობაში კარგად